გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და მინდა გავშალო და თუ რას მოიტანს დეკემბერი. ნახოთ, მოდის ახალი თვე, ზამთრის პირველი თვე და რას შემოიტანს ეს დეკემბერი ჩვენ ცხოვრებაში, რა სასიკეთილ დღეოს, რა კარგს შემოიტანს ჩვენ ცხოვრებაში. რით გაგვახარებს დეკემბერი და დეკემბრის ენერგიები. ნახოთ მეგობრებო, ნახოთ. სამყარო ჩუქნის მეორე ეტაპზე გადასვლას, ვისთვის ცხოვრების მეორე ეტაპზე გადასვლას სასიყვარულო სფეროში და ვისთვის სამსახურეობრივ სფეროში. ვიღაცა რაღაცის მოლოდინშია, ბევრი შესაძლებელია სამსახურეობრივ სფეროსთან დაკავშირებით უწევდეს ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადასვლა, ან ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადასვლა, აქ არის ბედნიერება, წარმატება. ყოველ შემთხვევაში მეორე ეტაპზე გადასვლა, რასაც არ უნდა ეხებოდეს, ამას გჩუქნით სამყარო და მოაქვს თქვენთვის ბედნიერება, ამოყავს მზე თქვენ ცხოვრებაში, ჩვენ ცხოვრებაში. აქ არის ადამიანი, რომელიც დიდხანს ოყმანობდა რაღაცაზე, აკვირდებოდა რაღაცას და ვერ დგავდა ნაბიჯ გადასაწყვეტად, ან პრობლემის გადასაწყვეტად, ან რაღაცას გეგმავდა სამუშაო სფეროში, თუ როგორ მოეღწია ამა თუ იმ სფეროსთვის და მინდა გითხრათ, ზუსტად ახლა ამ მომენტში ადამიანი იმყოფება ამ პრობლემის გადასაჭრელად. ამ ნაბიჯის გადასატკმელად ადამიანი გადადგავს ნაბიჯს და მოუტანს ფინანსებს ადამიანი ამ თემასთან დაკავშირებით შეიძლება ბევრს ოყმანობდა და ეხლა უკვე გადაწყვეტილების წინაშეა, რომელიც წარმატებას მოუტანს და წარმატებასთან მისასვლელად ბევრი აღარ აკლია. აქ ვისთანაც იყო პრობლემები სამსახურეობრივ სფეროში ფინანსებთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ფინანსები დასტაბილურდება და მიდის თქვენთან გულის ტკივილი. მიდის გულის ტკივილი თქვენი ცხოვრებიდან, გულის ტკივილი, რომელიც შეეხებოდა ან ფინანსებს, ან უბრალოდ სამსახურეობრივ სფეროში, სამსახურეობრივი სფერო არ გაკმაყოფილებდათ. შესაძლებელია ფიქრობდით, რომ შრომობდით ძალიან ბევრს და ეს ფინანსები არ გაკმაყოფილებდათ, უბრალოდ ასეთი შრომით თქვენ იმსახურებდით უფრო გაცილებით მეც და თუ ასე იყო, მინდა გითხრათ, რომ სამყარო თქვენ გთავაზობთ გაცილებით მეც. თქვენ დაიმსახურებთ თქვენი შრომის ნაყოფს და დაინახავთ თქვენი შრომის ნაყოფს. უბრალოდ უნდა მოერიდოთ კამაც და ტყუილს. იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიოთ და ეს წარმატება თქვენი იყოს, მინდა გითხრათ, რომ მოერიდეთ ტყუილს უკმაყოფილებას. არავინ მოგატყუოთ და ტყუილით არავინ დაგაზარალოთ, ან არ გახდეთ რაღაც ჩხუბის კონფლიქტის მიზეზი, რაც შეიძლება გახდეს თქვენი უკან დახევის მიზეზი. აქ შესაძლებელია შეხვდეთ დროის გასატარებლად, შეხვდეთ წარსულის მეგობრებს, მოგიწიოთ ერთად დროის გატარება, რაც მოგიტანთ ზეიმს, ბედნიერებას, გართობას. ზოგიერთებთან კიდევ შესაძლებელია შემოვიდეს სასიყვარულოში წარსულის ადამიანი, რომელსაც ძალიან იზიდავთ სექსუალურად და მინდა გითხრათ, რომ ასევე აქ ფინანსები, ვისთანაც იყო მეგობრებო, ფინანსების პრობლემა კი არ დასტაბილურდება, პირველ ეტაპზე შესაძლებელია დასტაბილურდეს და დეკემბრის მეორე ეტაპზე მიაღწიოთ გამარჯვებას იმაზე მეც ვიდრე ფიქრობდით და ვიდრე მოელოდით. აქ არის ძალიან დიდი პრობლემები, ვინც იყავით უმუშევარი, იშოვით სამსახურს, ვინც არ იყავით კმაყოფილი თქვენი სამსახურით, გახდებით კმაყოფილი და იზეიმებთ გამარჯვებას. აქ თქვენი ფინანსებით უბრალოდ კმაყოფილი კი არ არის ადამიანი, არამედ თავს გამარჯვებულად გრძნობს, ზეიმობს, ბედნიერია, უხარია და რა ვიცი, ამ ადამიანს ყველაფერი აქვს გამარჯვების მისაღწევად, ამ ადამიანს ყველაფერი აქვს ჩაფიქრებული მიზნის მისაღწევად. უბრალოდ მოთმინება და
უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ არ გახდეს ვიღაცის რაღაცის ტყუილის მსხვერპლი. გამარჯვება თქვენს ხელშია, ფინანსები თქვენს გვერდით არის და ფინანსები ეს არის ვიმეორებ ისევ ფინანსები იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე შესაძლებელია ელოდებოდით თუ ვინმე სამსახურში ძალიან ბევრს მუშაობდით და ვერ ხედავდით თქვენი შრომის ნაღვაც, მინდა გითხრათ, რომ შესაძლებელია ზოგიერთები დაწნაურდნენ სამსახურში, დაწნაურდნენ ან პრემიის სახით, უფრო მეტი თანხა აიღონ, ვიდრე ელოდებოდნენ და ვიდრე იმსახურებდნენ. ახლა კი ამით დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე მე ბედნიერ დეკემბერს, ბედნიერ ზამთარსა, ბედნიერ მომავალს გისურვებთ ყველა იმ ოცნების მიღწევას გისურვებთ, რომელი ოცნებაც თქვენს გულში დევს, ჯერ კიდევ მისაღწევადია და მის მალე მიღწევას და ასრულებას გისურვებთ თქვენ ცხოვრებაში.